Საწმელი ჭამის მერე ყველა ადამიანის სისხლში არის გლუკოზის რაოდენობა მომატებული. მაგრამ დიაბეტი როცა არის, იმ შემთხვევაში ეს გლუკოზის რაოდენობა ქვევით რო წამოვიდე, იმას სჭირდება ხანდახან 3, 4, 5 საათი. ჩვეულებრივი ადამიანის სისხლში ქვევით წამოდის 1 საათში, საათნახევარი, მაქსიმუმ 2 საათში. ნებისმიერი ადამიანი საწმელი ჭამის ზუსტად ნახევარი საათის მერე თუ დაიწყებს სიარული, ნელა-ნელა სიარული, მაშინ უკეთესი დროში, ანუ მალე წამოვა ეს სისხლიდან გლუკოზის რაოდენობა და ეს რატო ხდება? ერთი რესეპტორი არსებობს GLUT4. ეს რესეპტორი დააქტიურდება სიარულის დროს. არსებული გლუკოზის რაოდენობა მოიყვანს და შეიყვანს კუნთებში და კუნთები თქვენ რო სიარულში ხარ, დაიხარჯება და თქვენ იქნები ენერგიით უფრო მეტი და ეს დიაბეტი რო არსებობს და თქვენ რო ფიქრობთ მარტო წამალი დავლებთ, მაგი არ არსებობს. დიაბეტის მკურნალობა იწყება სიარულით. იმიტომ დღეს დაიწყე სიარული საწმელი ჭამის ზუსტად ნახევარი საათის მერე ნელა-ნელა სიარული დაიწყეთ. სათვალე იქიდანვე დაიწყებს დიაბეტის მკურნალობა. კარგად და ჯანმრთელად.